მასშტაბებად სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2026 წელი ამოცანა ნომერი 6. ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი და ჩვენი მიზანია განვსაზღვროთ სხეულის საჩქარების გეგმილი დროის t-უდრის 9 წამ მომენტში. ახლა ამ ნახატს თუ დავაკვირდებით, ხო, როგორც 9 წამ მომენტში, ესევე 8 წამი, 7 წამი, 6 და 5 წამ მომენტში სიჩქარის გრაფიკის ხასიათი ანუ სიჩქარის დროზე დამოკიდებულებას აქვს ერთი და იგივე ხასიათი. სულ არის თანაბარ შენელებული, ხო? რადგანაც სიჩქარე იკრებს ამ შემთხვევაში თანაბარ შენელებული მოძრაობა გვაქვს. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია დავითვალოთ 5-დან 9 წამამდე რის ტოლი არის აჩქარება და იგივე იქნება 9 წამის შემთხვევაშიც, ხო? მოვიდეთ გავაკეთოთ ეს. ესე იგი, როდესაც დროის საწყის მომენტში t1 20 უდრის 5 წამს, როგორც ნახაზიდან ვხედავთ, სიჩქარე ამ შემთხვევაში არის v1 უდრის 8 მეტრ წამს. ხოლო როდესაც გახდა უკვე დრო t2 როცა გახდა 9 წამი, ამ მომენტში სიჩქარე v2 ტოლი იყო 0-ის, ხო? 0-ის. ეხლა თუ გავითვალისწინებთ, რომ აჩქარება განიმარტება როგორც სიჩქარის ცვლილება იმ დროსთან რა დროშიც ეს ცვლილება მოხდა დელტა t ეს ტოლი იქნება, მოდით აქ x-ების დავუწეროთ, რადგანაც x ფენოლებზია საუბარი. ეს ტოლი იქნება v2x minus v1x შეფარდებული t2-ს minus t1-თან. v2x არის 0-ს minus v1x არის 8, გაყოფილი t2-ს minus t1-თან, დროის ცვლილება 5-დან 9 წამამდე, 9-ს minus 5 არის 4. ეს კიდე არის -2 მეტრ წამ კვადრატი. ესე იგი, საბოლოოდ რო დავწეროთ, პასუხი ყოფილა x უდრის -2 მეტრ წამ კვადრატს. პასუხი A.